რუსეთმა რაც კი კარგი ჰქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთან მფარველი რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა. ეს მეტად ცუდი იყო გლეხებისათვის, რომლებსაც თავს დაადგნენ და ტყავს აძრობდნენ. ამ რუსობამ გლეხებიც კი ძლიერ გააფუჭა და სინდისი დაუკარგა, ნამუსიც. ეხლა თავისუფლება გამოვაცხადეთ, კვლავ დამოუკიდებლები ვართ. ამისთან მიუხედავად გლეხის სულით და ხორცით დაეცა. დაივიწყა რწმენაც და პატიოსნებაც. იმის მაგივრად, რომ ყველანი ერთად იცავდნენ ამ მონობისგან განთავისუფლებისგან, აქ გლეხი დამხეცდა და თავის მოძმე ქართველს კლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა, გაფუჭდა. აი რუსობამ რა შედეგი მოუტანა ჩვენს ერს. ნუ თუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს. ღმერთო, მალე მოვიდეს ის დღე და ქედმოხრილნი მარტო შენი მონები ვიყვნეთ. რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა. მანდილი გადააფარა ალბათ ყველაფერს ოხრად დარჩენილმა რუსმა. ოხ, როგორ მძულან, მეტად რა ეხლა მომის დროს და მერე. კითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა. ეგ ერთიერია მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი. ღმერთო, მოგვიმართე ხელი.